ჩვენ დემოკრატიულ საწყისებზე აშენებულ ქვეყანაში წარმოუდგენელია ოპოზიციის გარეშე, წარმოუდგენელია დაპირისპირებული აზრების არსებობის გარეშე. მხოლოდ ასეთ ვითარებაში ირკვევა ჭეშმარიტება, მხოლოდ ასეთ ვითარებაში, ასე ვთქვათ, იხსნება ყველა სარქველი აზროვნებისა ადამიანის, ყველა სარქველი როგორც იტყვიან. ასეთ ვითარებაში იზრდებიან ადამიანები, ფორმირდება ახალი პოლიტიკური კულტურა, იზრდება საერთოდ ქვეყანა, ძლიერდება და ასე შემდეგ. ჩვენ ეს გვინდა ასეთი არჩევნების ჩატარება გვინდა. რომ ადამიანმა თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს. თავისუფლება, ესე იგი გამგებელი იყო შენ თავისა, ეს უფლება უმთავრესი მონაპოვარია ჩვენ. უმთავრესი მონაპოვარია. და ამას ასე იოლად არავის არ დაუთმობთ. მე მიმაჩნია რომ ვინც მოდის ახლა რომელიღაც ძალა არ ვიცი სახელი, კი ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი. რომელიც ცდილობს ადამიანის ხმები იყიდოს, ხმა იყიდოს არჩევნებში. რომელიც ცდილობს ძალით მოვიდეს, შანტაჟით მოვიდეს. ის აკრძალული ხერხები და მეთოდები გამოიყენოს. ქართველი ხალხი ამას ჩვენ დავძენთ, ჩვენ დავჭკვიანდით, ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი გავიარეთ, ნახეთ. და გუშინ წინ ბოლნიში ვამბობდი, გავიხსენეთ ძველი ნათქვამი, რომ თუ ჭანდაბაც გაგიჭირდა რა ფული აიღე, ჯიბეში ჩაიოდა იქ რა, ნუ გეშინი არავითარი აპარატი არაა დადგმული იმის გადა. ჩააგდე ის ბიულეტენი მოხაზე ის, რომელიც შენ გინდა, რომელიც შენ გავი. ვიცი ახლა რამდენია ფული დაგროვებული. რამდენია დიდი ფულია დაგროვებული, იცი? და არა დაშრომი ფული. ეს ხვიშინაშოი ფულია დაგროვებული. მაგრამ ყველას უნდა ჯეროდეს, ყველას უნდა სწამდეს, თეა საქართველოს უნდა სწამდეს, რომ საქართველოს ფულით ხიდვა არ შეიძლება. არ შეიძლება, მოთავდა ეს დრო. აღარ დავუბრუნდებით ამ დროს, არასდროს. და ჩანაფიქრი რა არის? უმრავლესობა პარლამენტში, ესე იგი საპარლამენტო გადატრიალება, მე ასე დავარქვა ამას, საპარლამენტო გადატრიალება და შემდეგ არ რჩება. რჩება ის, რომ ყოველგვარ დემოკრატიულ მონაპოვარზე უარის თქმა, საქართველოს კურსის შეცვლა და რა კურსია ლაპარაკი თქვენ ძალიან კარგად იცით, ესე იგი იმ კურსზე რაღაც ჩვენ მიგვიყვანა მსოფლიო აღიარებამდე, ამ კურსის შეცვლაზე და ბოლოს რა თქმა უნდა პრეზიდენტი